ბათუმის საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს აკრიტიკებენ, აცხადებენ, რომ მათი ნაწილი დატვირთვიდან გამომდინარე მშენებლობის ადგილისათვის შეუსაბამოა. თავერც დიზაინით გამოირჩევა, რაც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მაგალითისათვის მათ ალექსანდრე ინწკირველის მიერ ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობა დაასახელეს. გიორგი დიასამიძემ და ჯუმბერ კახიძემ პარალელი ბათუმის მაკდონალდსთან გაავლეს და აღნიშნეს, რომ იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია არკდეილიმ იგი მსოფლიოს საუკეთესო კომერციულ შენობად აღიარა, ყოფილ ხელისუფლებას დღევანდელი მმართველი გუნდის კრიტიკა დაუმსახურებლად მიაჩნია. მაკდონალდსის შენობა გახდა გამარჯვებული საერთაშორისო გამოკითხვის მიხედვით ძალიან ავტორიტეტული საიტის არკდეილის მონაცემების მიხედვით, როგორც საუკეთესო კომერციული შენობა 2013 წელს. აი ესეთი წარმატებები ალბათ უფრო მეც მოგვიტანს, ვიდრე რაღაც ერთმანეთთან დაპირისპირება და ახლა მე მინდა ვგითხრათ, რომ აი პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს რაღაც გაურკვეველი შენობების ჩადგმა, თუნდაც იგივე ბულვარის ტერიტორიაზე, რა ვიცი, ალბათ ნაკლებად სასიამოვნოა და ჯობია რომ აი ესეთ საქმეები ვაკეთოთ ყველამ ერთად. მე უზნეობად მიმაჩნია, თქვა, ასეთი შენობა აძაგო და აშენო ისეთი რამ, რაც ახლა შენდება ბულვარში, სახინკლე ეგრეთ წოდებული და პლუს ამას, თქვა, აი თუნდაც კვლევითი ინსტიტუტის ეზოში აშენებული რაღაც მინის რაღაც საშინელება, რომელმაც კვლევითი ინსტიტუტის ეზო და ტერიტორია დაიკავა და რა ვიცი, მეტი არა უშენებიათ მე მგონია, მაგრამ აი ტენდენცია იმისა, რომ თქვა შენობების რა ტიპის შენობების აშენება უნდა ჩვენს ქალაქში. აი ეს არის საძრახისი და ძალიან სრული.